წინააღმდეგობის პლატფორმის, რომელიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვა მიიქნა, მაგრამ საჭირო არის, რომ ხალხმა კარგად გაიგოს, რომ ეს არის პლატფორმა, რომელიც ღია არის ყველა იმ პროევროპულ პარტიისთვის, ან პარტია, რომელიც შეიქმნება ახლო მომავალში, რომლებიც იზიარებენ ჩვენ მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი ახალი არჩევნები და არა სხვა მოთხოვნა რომელიმე ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების განთავისუფლება. ეს ორი მთავარი ცხადი არის როგორც პროევროპული პარტიები, ესენი ასევე იზიარებენ ქართულ ქარტიას. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში. კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება და ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არც ერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს კომისია ერთის მხრივ არის სრულიად არალეგიტიმური, როგორც პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პარლამენტის მიერ შექმნილი და მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ეს კომისია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს. ამის რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისი, რომ ვინმე მიიღოს მონაწილეობა. ასევე ეს კომისია ემსახურება იმას, რომ დაითესოს შიში, ეხლა უფრო პირდაპირ მიზანში არიან აღებული პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხთან გავრცელდეს ის აზრი, რომ ყველას მოგწდებით და ყველა ხართ სამიზნეში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უნდა ამას დაემკვიდრებაროს და შიში გაავრცელოს. ასე რომ პოზიცია არის, რომ არავინ არ მიიღებს ამ პოლიტიკურ პარტიებიდან მონაწილეობას. კიდევ ამ დღის წესრიგში დღეს ქონდა ორი კიდე სხვა თემა. ერთი შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამოდენიმე მოსაზრება. შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები. ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუსლეტერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება ყველა ჩვენ პარტნიორებთან დროულად. პირველი ასეთი შემთხვევა არის 7 აპრილის სესია ევროპული საბჭოს ასამბლეისი, რომელზედაც ემზადებიან პოლიტიკური პარტიები და იქაც ადგილზე მიმდინარეობს კოორდინაცია. ასევე შევქმნით ერთიან ჩვენ საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის Facebook-ს, თავის Twitter ანგარიშს და ამითი ჩვენ უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ, რომ ამ კოორდინაციის საქმიანობა და თქვენ ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ბრიფინგებს ესწრებით, რომ ამ კოორდინაციის საქმიანობა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს. და კიდევ ერთი რამე, რაც უნდა მოგახსენოთ, რომ ეხლა თქვენს მერე კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანიის ჟურნალისტებს ძალიან დიდ ჯგუფს, რომელიც სრულყოფილად არის ჩამოსული საქართველოში და ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციასაც და ასევე ყველა დღევანდელ აქტუალურ გამოწვევაზე ვესაუბრებით ამ ჟურნალისტებს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს მეხუთე